ვეშაგური შემოგვიერთა მობძანდით, დავბძანდით და ის მარტო არ არის ვაჟებთან ერთად. გვესტუმრა გაგვაცანით თქვენი შვილები თუ შეიძლება ჩვენ და ჩვენ ვაყურებელს. მოგესალმებით. მიკროფონი არ არის საჭირო ისედაც შეგიძლიათ. მიკროფონს მე ბავშვებს მივაწვდით. როგორ ხართ? ბავშვებო, თქვენ როგორ დადებით? ძალიან მოგვეწონა გაგვაცანით თქვენი მშვენიერი შვილები. მოკლედ, პატარებს ისე მოეწონა აქ სტუმრობა, მალე მე მგონი ესენი წამომიყვანენ აქეთ მე. კი ბატონო, მაგაზეც თანახმავართ. აბა გაგვიცანი, შენ რა გქვია? რა ქვია დავითი. დავითი და გაბრიელი. გაბრიელი. დილამშვიდობისა, რამდენი წლისა ხარ? მე 7. გაბრიელი 7 წლის. ძალიან ყოჩაღი და ძალიან ისეთი ბიჭია. კი ბატონო, გაბრიელი. მითხარი, აბა შენ ხარ 7 წლის რო ხარ. რა გინდა რომ გამოხვიდეს? ეგრევე ბავშვებს ამით დაეტაკებიან. ფეხბურთელი. არ კითხა ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი, ვიცი მე მგონი. 7 ნომერია? არა, კვარაცხელი არის შენი საყვარელი. აბა ვინ არის მითხარ? მამარდაშვილი და გასაგე მეკარეობა უნდა ნახტომი აქ კარგი, კი ბატონო. და დედა სიმღერა მოგწონს? როგორ მღერის? ერთად მღერით? მომღერლობა არ გინდა? გაბრიელი ესე ჩემთან და დათასთან ერთად მღერის ხოლმე. და სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ გაბრიელი ყველაზე კარგად მღერის. მე და დათას გჯობია. დავითს ვაკვირდებოდი სანამ თქვენ მღეროდით და აყოლებდა პირს, ესე იგი სიმღერა იცის. ხო, ეს სიმღერა. ნუ დავითსაც ვკითხოთ. აბა დავით. შენ ხო არაპირებ მომღერლობას და სიმღერას რომ გახვე? კი, ვაპირებ. სიმღერლობა და გადაწყვეტილი პასუხი და აბა გითხარი, ახლა ვინ არის? მეორე მომღერალი. ვინ არის დავით შენი საყვარელი მომღერალი ან ჯგუფი? დედას შემდეგ რა თქმა უნდა. არ ყავს ესეთი ვიღაც ფავორიტი? არავინ? დედა მყავს. დედა? კაი, საყვარელი სიმღერა? საყვარელი სიმღერა დედამ რო დამიწერა თუ იცით. შენ გვითხარი და ჩვენ შენ ზებნაში მემთაბარი დამივლია. კი, ეს დავითს მიუძღვენი და აქედან გამომდინარე მისთვის საყვარელი ყოფილა. ლევა გვითხარით ან თქვენ ავტორშემსრულებელი ხართ და რა ხდება გვითხარით თქვენს ამ კუთხით და მე თან ბიჭებსაც ვკითხავთ რაღაცებს. მოკლედ მე რაღაცა გარკვეული პერიოდი ასე ვთქვათ დავიწყე საკარიერო კუთხით აქტიურობა, მაგრამ მე რაღაცა პერიოდის განმავლობაში იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან ასე ვთქვათ განსაცდელების წლები მქონდა. მქონდა პაუზა. თუმცა იცით როგორ არის, სულ ვიძახი ხოლმე რომ როდესაც ვქმნი სიმღერას, ხო, ეს ზემოდან მოდის და ჩემს მიერ ჟღერდება. და მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ადამიანის ცხოვრებაში განსაცდელები არის, მაშინ გრძნობები უფრო მძაფრდება და გამძაფრებული გრძნობების ფონზე, ხო, აი უფრო მეტად მოდიოდა ის შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, მეტი იწერებოდა. და ესე ნელ-ნელა ვაპირებ ახლა რომ წერ ახალ სიმღერებს, სტუდიურ ვერსიებს წერ უკვე. მაქვს ჩემი როგორც საავტორო სიმღერები, ასევე ახლა ჩემი შემდეგი სიმღერა იქნება ნაჩუქარის სიმღერა, რომელიც ჩემო უსაყვარლესმა მეგობარმა მაჩუკა ფატი ბროლაშვილმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა აქედან ფატის გადავუხადო. ჩვენც მეგობრობ ფატთან. იმიტომ რომ ფატი არ იმეტებს ხოლმე ესე თავისი შემოქმედებიდან ასე და მთელი სულით და გულით შექმნილი ნაჩუქარი, საჩუქარი, აი ძალიან ასე ვთქვათ სასიამოვნოა ჩემთვის და ჩვენი მეგობრობის სამახსოვრად დარჩება, რომელსაც მე შეგისრულებთ აუცილებლად. რაც შეეხება თვითონ ესე იგი ჩემს აქტიურობას, ვცდილობ რომ აი ყოველთვე ახალი სიმღერით, ასე ვთქვათ, გავახარო ჩემი მსმენელი. რა ვიცი, ესეთი ყოველდღიურობა გვაქვს. აქტიურ რეჟიმში ვართ, სულ ვცდილობთ ამას ყოველ შემთხვევაში. ცდილობას არ ვაკლებთ და გამოგვდის. კი ბატონო, სხვა შორის უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ დავითი თან სტიქაროსანია. დიახ. და რომელ ტაძარში მსახურობ დავითი? სიონის. სიონის, აჰა, არაჩვეულებრივია და ეგ
ძალიან მოგწონს ალბათ. კი, ძალიან. და მინდა ამაზეც პატარა დიახ, თუ იმას გეტყვით, მოკლედ ჩვენ ანა ყავს კიდევ ზეციურ საქართველოში და მინდა აღნიშნო, რომ სიონის საკათედრო ტაძარში არის შვილგარდაცვლილი დედების, ასე ვთქვათ, პატრიარქის კურთხევით არის შვილგარდაცვლილი დედების ერთობა, ესეთი შეკვეთილი წირვებია და აი სულ აღნიშნავ ხოლმე, რომ ანამ მეთქი, დაგვაყენა მეთქი, მე და დავითი, მე მგალობლად, დავითი სტიქაროსნად და მოკლედ უცვლელ დროს, უცვლელ ადგილზე ანასთან ყოველთვის პაემანი გვაქვს ხოლმე პარასკევს და შაბათს. და დღეს აი ესე თქვენთან მოვედით სტუმრად. საოცარის ანუ თან ეგ რაც თქვით რომ დაგვაყენა ესე ეგეც ისეთია რა, ნუ გალობა პატარა ასაკში სხვათა შორის ესე სტიქარის დიახ, ძალიან პატარა იყო, 5 წლის იყო დავითი, როდესაც პირველად საკურთხეველში შევიდა და მახსოვს ერთხელ ძალიან ესე კუნტრუშით წაიღო, სეფისკვერები შეაბრძანა საკურთხეველში. დათა მეთქი, მოდი მეთქი, აი ესე შეაბრძანა მეთქი, რომ ესე რო მიიქნებდა ამ პარკს და ესეთი ძალიან დინჯად წავიდა, დინჯინა ბიჭებით. ძალიან ისეთი კარგი ბიჭია, ძალიან კომფორტული, კი. კი ბატონო, ახლა ბიჭებსაც უნდა ვკითხოთ, აი მაგალითად დედა, ნუ დაკავებულია მღერის და ასე შემდეგ. აი ისი კეთება გიყვართ ერთად, თქვათ, არის ისეთი ადგილი, სადაც მიდიხართ სასეირნო თუ სათამაშო თუ სახლში გაქვთ აი ეგ გასართობი, რა გიყვართ ყველაზე მეტად დედასთან რომ მიკროფონი რო ესე ცოტა დავიდე. მოკლედ, სახლშიც ვერთობით, პარკში ჩავყავართ ხოლმე დედას ველოსიპედებით კატაობთ. დედიკოც კატაობს? სკოლის სეზონში გავდივართ ხოლმე წრეებს ურტყავთ სკოლას და ვერთობით. მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ თავისუფალი დრო ერთად გავიდეთ, სადმე ერთად დავგეგმოთ და როდესაც სახლში ხართ, როგორ ეხმარებით დედიკოს? მეხმარები. და რაში? კი, ძალიან კარგი ბიჭები არიან, მოწესრიგებულები. თავისი ნივთების დალაგება იციან ძალიან კარგად. ოჯახ ბავშვებო, ეტყობათ. და დავითი არის ძალიან მზრუნველი გაბრიელზე. რამდენია სხვაობა ასაკობრივი? 4 წელი. ხო, ჩემ და ჩემ დროს შორის 6 წელი ხო, მაგრამ კი არა მზრუნველი. აი, მაგალითი უნდა აიღოთ ეგეთი. გაბრიელ, შენც რო და გადიხარ ხოლმე, შენ ფეხბურთით ერთობი ხოლმე, დედასთან ერთად ხوار გეთამაშება და ხوار ეგრე. მოკლედ გაბრიელის სტადიონზე ისია, როგორც თევზი წყალში. კი ბატონო, და ეგ ძალიან მაგარია, ნუ ჩვენმა ბიჭებმა ეგ ქნეს, რომ ესე პატარა თაობას, ზეგი ფეხბურთით ისქნეს, რა ქვია. ანუ არის ამბიციური, უყვარს ყველაფერში პირველობა. აი, ძალიან კარგი. ძალიან ისა აქვს ამ კუთხით, კი. და ძალიან პუნქტუალურია, რაც მე და დათას ნაკლებად და სულ საათს უყურებს, არ უნდა დაგვაგვიანდეს. ექსპორტსმენისთვის კარგი თვისება, დისციპლინირებულობა, ნამდვილად, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ძალიან გაგვახარეთ, წარმატებებს გისურვებთ და რა ვიცი, იმედია კიდევ შევხვდებით. ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და ქალბატონო ლელა, თუ შეიძლება კიდევ ერთი სიმღერა. დიდი სიამოვნებით. ხო, ლელა შაგურიან ჩვენთან. აქვე აღნიშნავ, ჩემი და დათას დუეტი ჩაიწერა. დედაშვილობა ესეთი სიმღერაა. რომელიც თქვენ გეკითხეთ ალბათ. დიახ. გვექნება მომავალში ამისი პრემიერა. ესე გელოდებით დუეტითაც, მაგრამ ამ და მალე შემთხვევაში გაბრიელთან ერთადაც მოვალთ დუეტში.